ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გამიქრა ეს განცხადება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარ სასამართლოს ხდომაზე გააკეთა, როგორც ბაჩო ახალაია აცხადებს, აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ სასამართლოზე ზეწოლის ტალღა წამოვა, მისივე თქმით ასეთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში ევროსაბჭოს არასდროს მიუღია, თუმცა ახალაიას აზრით რეალური სურათი დოკუმენტში ასახულზე მძიმეა ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით. რეზოლუცია ახალაიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლისკენ პირდაპირ მოუწოდებს დღეს ეგრეთ წოდებული ნავთობის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან გარდავა, გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის გარდავა კი მიმალვაში იმყოფება, როგორც ვთქვით. რეზოლუციაში რამოდენიმე ჯერ იყო ჩემი სახელმწიფოების სხვა ჩემ კოლეგებთან ერთად ნახსენები. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით აბსოლუტურად ცივილიზებულად და გასაგებად ევროსაბჭომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ჩემთან დაკავშირებით. საკმაოდ ცივილიზებულად და გასაგებად. საქართველოს სასამართლოში სამწუხაროდ ეს ცივილიზებული ენა ვერ გაიგეს და ვერ ხვდებიან იმას, რომ ხელისუფლება მათ შორის არის საქართველოს სასამართლო ხელისუფლება. პრინციპული გადაწყვეტილებაა პოლიტიკური მიღებული, რომ ახალაია უნდა იშლეს ციხეში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბრიფული გადაწყვეტილება მიიღეს და გადაწყვეტეს, რომ ეს პუნქტი მარტივად გადაწყვეტონ იმით, რომ დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი. მე ვერ ვიტყვი თქვენამდე მოსულია თუ არა ეს ახალი ტალღა ეხლა სასამართლოს ზეწოლის და თქვენ რა ინფორმაციას გქონთ ამაზე, მაგრამ თუ თქვენამდე ამ წუთში მოსული არ არის, გარანტიას გაძლევთ და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, რომ ეს იქნება არანორმალური ზეწოლის ტალღა ეხლა რომელიც წამოვა სასამართლოსთან. მხოლოდ ამ ერთადერთი პუნქტის გამო.